მადლობა ბენდს, მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვიწყებ სკანდალური ინფორმაციით, როგორც ვიცით, ამერიკაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია, ანუ ნაცების ლიდერები, ასევე საქმიანი ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდა გიორგი გახარია, გოცების ლიდერი, ანუ გოცები გახარიას გოცები, ანუ მიხვდით ხო, მოკლედ, გოცების და ნაცების ლიდერები თურმე ერთ სასტუმროში დაბინავებულან. ეს ყველაფერი ექსკლუზიურად მოიპოვა ტელეკომპანია იმედმა, თუ რუსთავიორმა, ნუ არ ვიცი მერევა ეგორი არხი ერთმანეთში. მოკლედ მოიპოვეს ექსკლუზიური კადრები, თუ როგორ ქეიფობენ სასტუმროს რესტორანში გახარია და სააკაშვილი. გთხოვთ გაუშვათ ეს ვიდეო. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, ჯერ კიდევ როდის გავშიფრე მე ეს ამბავი, მიშა მაგარია კი არა, ხედავ მაგას უსმენე მიშა გახარია, მე რაც მოვიფიქრე, წინა გადაცემებში ხოსუ ამას ვშიფრავდი. მელია თურმე არ შეუშეს ამ რესტორანში, იმიტომ რომ შორტებით იყო და არ შეუშეს, იმიტომ დრესკოდი ეს ვარდისფერი შორტებით ვერ გაიარა დრესკოდი და ამიტომ ვერ შეუშეს. ხო, ნახეთ ხო, როგორი ვარდისფერი შორტებით დაიარებოდა, ვინ შეუშებდა მაგას რესტორანში? რამ ჩააცმევინე ის ჯერ ის დუტი არ იყოს, ის დუტის არ იყოს, ახლა ეს ვარდისფერი შორტები. რა იყო რა, ფერების თამაში აქვს თუ რა არის? გავაგრძელოთ. სკანდალური ინფორმაციის შემდეგ პირდაპირ გადავდივარ სასიხარულო ინფორმაციაზე. გილოცავთ მეგობრებო, 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება, პირბადისტარება უკვე გაუქმდა, ანუ შეგიძლიათ პირბადეები აღარ გეკეთოთ სახეზე და აღარც მაჯაზე. და რაც ყველაზე მთავარია, მთავრობის გადაწყვეტილებით კომენდანტის საათისას მიღებული ჯარიმა გაუქმა 245,000 მოქალაქეს. სკანდალური და სასიხარულო ინფორმაცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. კერძოდ კი კომპანია იფსოსმა ჩაატარა კვლევა, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ხმას მისცემდით და სადაც ქოცებმა აიღეს 32%, ნაცებმა 23%, ხოლო გიორგი გახარიამ, ანუ გოცებმა 8%. ქოცებს 32% და მეორე დღესვე კოვიდ ჯარიმების 250,000 ადამიანს ჩამოაწევეს. ხოლო ვინც დაჯარიმდით ძვირფასო მეგობრებო და ის ფული გადაიხადეთ, შეგიძლიათ სარკეში ჩაიხედოთ და უსამართლობისგან გამწარებული სახე რამენაირად დაიწყნაოთ. მეტი პოზიტივია საჭირო ქვეყანაში, ხო ვხვდებით რა. ჯამში ეს ჯარიმების თანხა შეადგენს 100 მილიონ ლარს, 100 მილიონი აპატიეს ხალხს, გესმით? არა და წინა საარჩევნოდ ველოდებოდი ამ ჯარიმების გაუქმებას. რა იყოთ ხალხო, ასე შეგაშინათ გახარია? მოკლედ, ოცნება უნდა თქვას, 100 მილიონიანი გველი გაგვიზრდია უბეშიო. მინდა ერთ სამარცხვინო ფაქტსაც შევეხო. მსგავსი რამ არ ახსოვს ისტორიას, ამერიკის საელჩომ ძალიან კატეგორიულად მოუწოდა ქართულ ოცნებას შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტები. საელჩომ დოკუმენტში კონკრეტული პუნქტები მარკერით გააყვითლა. არ გატყუეთ ძვირფასო ტელემაყურებელო, მარკერით გაუყვითლა ქართულ ოცნებას. ამ დოკუმენტში ესე რომ ესენი გაქვთ შესასრულებელიო. აი ამ დოკუმენტში პესიმისტი ქოცები ხედავენ გაყვითლებულ ხაზებს. ოპტიმისტი ქოცები ხედავენ გაუყვითლებელ წინადადებებს და რეალისტი ქოცები რეალისტი ქოცები უკვე გახარიას პარტიაში არიან გადასულები და ამიტომ რეალურად უფრო ხედავენ იმ პრობლემებს, რომელიც ჩანს ამ ფურცელზე. მართალია ქართული ოცნება საერთოდ არაფრად აგდებს დასავლეთის მითითებებს და შენიშვნებს, მაგრამ ისინი მაინც არ არიან პრორუსულები, მინდა გითხრათ, ეს ჩემი მოსაზრება არ არის. მოდით ვნახოთ, რას ამბობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. ქართული ოცნება არის თუ არა პრორუსული ხელისუფლება? 2012 წლის ნოემბერში აღარ მახსოვს რიცხვი, მაგრამ შემიძლია ტელევიზია დაგისახელოთ, თუმცა ეს თქვენთან მიღებული არ არის, მე ნათქვამი მაქვს, ეს არ არის პრორუსული მთავრობა. არა, ოცნება პრორუსული ხელისუფლება, გესმით? ჯერ იყო და 4 თვე არ ჩანდა. ახლა გამოჩნდა და ვაი ამ გამოჩენას. არ და მახსოვს არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძეს ქოცების მიერ დაბეჭდილ პლაკატებზე სისხლის დიოდა. აი ეს მოსდიოდა თქლეშვით, აი ეს სისხლი მოსდიოდა. აი ეს კბილებიდან ასე მოსდიოდა სისხლი.
ამ განცხადების შემდეგ კი უნდა ამოვიდეს ამ სისხლის ლაქები მაგ პლაკატიდან, ჩემი აზრით, ერთი ტაიდის რეკლამა, ვაუ, რა სუფთა ექსპერიმენტი კი უნდა შემოგთავაზო ბატონო გრიგოლ, მინდა გითხრა, აუცილებლად ველოდებით აი ამ რეკლამას. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართულ ოცნებას მაინც არაფერი აქვს სანერვიულო, რადგან სასამართლო მაგათია და პროკურატურაც, რა თქმა უნდა, მაგათია, პროკურატურა რომ იდეალურ ფორმაშია, ამაზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ბრიფინგი. მოდით ნახოთ ნაწყვეტი ამ ბრიფინგიდან ეს ეხება ბერას და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიო ჩანაწერებს და ის გაშიფრა და გამოიძია პროკურატურამ ნახოთ ერთ-ერთი ვერსია რა ხდებოდა იმ საუბრებში. აუდიო ჩანაწერების საჯაროდ გავრცელების შემდგომ ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის საუბარში ნახსენებს სიტყვებზე დაყრდნობით დაგირეკავენ მინისტრები, ვითარდებოდა მოსაზრება, რომ ჩანაწერები დამზადებული იყო 2012 წლის შემდგომ. ექსპერტიზის დასმით კი დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერში სიტყვა მინისტრები საერთოდ არ არის ნახსენები. არამედ მონტაჟის ფონზე ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები მილი და სტები. წინაპირას ამისთვის არ მეცალა ძვირფასო მეგობრებო და ახლა მოვიცე. მილი სტები. ბრიფინგის შემდეგ მე რამდენჯერმე გადავახვიე და დავადგინე, რომ მილის წებსაც არ ამბობს. მან დამბობს კანისტრები. ანუ ბიძინავ რომ უნიკალური ჯიშის ვაზები გადაგვირჩინა, მაგის ღვინოების გადატანა უნდათ კანისტრებში და მაგიტო ურეკავს თვითონ ეს ბერა, მაგიტო ურეკავს ირაკლისო. ირაკლის აქვს ის კანისტრები. მიხვდით წაღებული. მიხვდით ხო? ძალიან მარტივია, რას მიყურებთ ის გაშტერებული სახე. ჩაულებრივი არის. მე კიდევ ჩაუღრმავდი ამ ჩანაწერს და დავადგინე იქ რომ ამბობს ხვალ, სხვა ჩანაწერები გავარჩიე, ხვალის ბავშვი სკოლაში ვერ წავაო, მან თურმე ამბობს ხვალ ბავშვის ნაცვლად სკოლაში მეწავალო. ანუ ამ დროს ირაკლის იმდენად სყურია სწავლა, უნდოდა სკოლაში წასვლა. ან მეორე ვერსია, შებინდებული იქნება და ცოდუა ბავშვი სკოლიდან მარტო ხო არ წამოვაო. ან ეგ ვერსიაც ისმის აშკარად საუბარს მე რო დავაკვირდი, ხო, აშკარად ესე ისმის. უბრალოდ ჩვენ იქ მონტაჟია, ნოდარის ქონდა ძალიან ისეთი მონტაჟი, ხისტი მონტაჟი ქონდა და ამიტომ იკარგება რაღაც სიტყვები. მოკლედ პროკურატურა ისე მონდომებით ცდილობს თითოეული სიტყვის გაკეთების შემოვლებას, რომ ეს ჩანაწერი ბოლომდე გამოძიების შემთხვევაში შეიძლება ფსალმუნი აღმოჩნდეს. პროკურატურამ აღმოაჩინა ერთი საინტერესო რამ სხვათა შორის ეს მთლიანი ჩანაწერი უკუღმა დაატრიალა და ღარიბაშვილის გინების ნაცვლად ისმის ლოცვა. თუ როგორ ლოცულობს საქართველოს გადარჩენაზე და ღმერთს შესთხოვს რომ ეს ქვეყანა დაიფაროს და სწორ გზაზე დააყენოს. ამაზე ლოცულობს ირაკლი. არა, მაგარი პროკურატურა და მაგარი მინისტრები ყავს. მინისტრთა კაბინეტი მთლიანად მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს განსაკუთრებულად ორიგინალური ადამიანი. მოდით ნახოთ ნაწყვეტი ვახტანგ გომელაურის წარსულიდან. ძალიან კაია. ვახტანგ გომელაური კონტრაბანდის გამო ცხინვალის ციხეში იჯდა. კარგად გაიაზრეთ რა ხდება, ხო? საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასჯელს იხდიდა კონტრაბანდის ბრალდებით. ეგ იგივეა ახლა ფინანსთა მინისტრი ბანკს რომ ყავდეს გაშავებული. აი იგივე რაღაცა, აი ვეღარ ხვდები უკვე ხას ეს ხუმრობაა თუ არა, მოკლედ გადასამოწმებელია, შეიძლება მართლა გაშავებული იყოს ეს ფინანსთა მინისტრი, ისეთი მთავრობა ისეთი ყავს და არ არის გამორიცხული, რომ ფინანსთა მინისტრი ბანკში იყოს გაშავებული. ნეტა ვინ დააკავა ვახტანგ გომელაური, ეს პატიოსანი კონტრაბანდისტი ადამიანი, ვინ იყო ასეთი მხეცი? კაც ერთი ბლოკი სიგარეტისთვის იჭერ, აი ადამიანობა სად დაკარგეთ, ხალხო, დანაშაული ჩაიდიდა და დაიჭირა. წარმოგიდგენიათ ასეთი რა? ეს რა სიბნელე იყო ამ 90-იანებში, რა უბედურება იყო. ამ კვირაში ჯანდაცვის მინისტრიც გამოირჩეოდა ეკატერინე ტიკარაძემ ძალიან საინტერესო ფრაზა შემოგთავაზა. მოდით ნახოთ ეს ვიდეო. ყავს მყარი პარტნიორები ევროკავშირის სახით, საფრანგეთი არის ინტენსიურად ჩართული არის ჩეხოსლოვაკია ნამდვილად საიმედო პარტნიორია, კარგი იქნება თუ გააფართოვეთ პარტნიორებს და იუგოსლავიასაც თუ დაიმატეთ და ზოგადად GDR-საც რომ ვთხოვოთ დახმარება რაღაც საკითხებში, კარგი იქნება. აი არ ვიცი, დღემდე ალბათ გაურკვეველ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ტიკარაძე და ვერადავერ გაურკვევია რუკაზე ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის რატომ არის გასმული ხაზი. და ზოგადად რატომ წერია ცალკე ჩეხეთი და ცალკე სლოვაკეთი. შეიძლება
გაურკვეველ მდგომარეობაში იყოს, მე ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით, სხვა კუთხითაც უნდა ვითანამშრომლოთ ჩეხოსლოვაკიასთან. დროა შემოვიტანოთ ქვეყანაში კაი ჩეხოსლოვაკიური ხრუსტალის ლუსტრები, ჩეხოსლოვაკიური პივა და კოხინორის კაი კაჩესტვენი კარანდაშები ჩეხოსლოვაკიური მართლა რომ მართლა მაგარი იყო რა. არა, ხა ჩეხოსლოვაკია მართლა კარგი პარტნიორია, მაგრამ ბაბილონთან შედარებით დიდი ვერაფერი, სიმართლე რომ გითხრა. აი რაც ბაბილონს და ნაბუქოდონოსორს ჩვენზე ამაგი აქვს წელს, ხო, ეგეთი მე არ ვიცი. ვაქცინაზე აგზავნია. გაგიჟებულები იყვნენ შუმერები, კაცო. ჩვენს დაგვიტოვეთო ვაქცინაო და თქვენო ხატაელებმა მოგცენო უპასუხა ნაბუქოდონოსორმა რომელიღაცა მკვდარ ენაზე. მიხვდი და იმათმა მოგცენო და აი ესეთი ამბებია და ეს დიდ პატივში ვართ ჩვენს. სხვათა შორის ეკატიკარაძე ევროპის ჩემპიონატზე პრუსიას გულშემატკივრობს. 1786 წლიდან ჯერ კიდევ ფრიდრიხ მეორის დროიდან. ახ, სასწაული. ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადების შემდეგ გვიკვირს რატომ მიმდინარეობს ქვეყანაში ვაქცინაცია ასე უცნაურად. იცით ხო, რაც მოხდა. ადამიანებმა გაიკეთეს პირველი დოზა და მეორე დოზას რომ მიაკითხეს, მეორე დოზა აღარ აღმოჩნდა. ქვეყანაში ვაქცინის მეორე დოზას ხალხი ვეღარ იკეთებს, რადგან გათავდა. თუმცა არ ინერვიულოთ ხალხო, საშიში არაფერია. ის პირველი დოზა რაც შეიყვანეს, იმენა მაგრა შეიყვანეს, მიხვდი? ანუ არანაირი პრობლემა არ არის. ვაქცინის რაოდენობა ვერ დათვალეს, ვიფასო ტელემაყურებლებო, მარტივად რომ დავთვალოთ. აი მაგალითად, მაქვს 3 გზა. გვაქვს 3 გზა. ვაქცინის რაოდენობა გაყავით 2-ზე და იმდენი ადამიანი უნდა აიცრას 1. ან ადამიანების რაოდენობა გაამრავლეთ 2-ზე და იმდენი ვაქცინა გვჭირდება. ან ნებისმიერ მე-6 კლასელს თხოვეთ და დაგითვლით ის მე-6 კლასელი. მე მგონი მესამე ვარიანტი ყველაზე რეალური არის ჩემი აზრით. ჯანდაცვის სამინისტროს მინდა განუმარტო ვაქცინის აღრიცხვა. მოკლედ, ერთი ადამიანი იკეთებს ვაქცინის 2 დოზას. აი, ხელახლა გიხსნით ახლა. ანუ 10 ცალი ვაქცინა რო შემოიტანოთ, ეს გამოდის 5 კაცის დოზა. ანუ 5-ს ვამრავლეთ 2-ზე და გამოდის 10. რას მიყურებთ? გამრავლება თუ არიცით, მაშინ მარტივად გეტყვით, რომ ერთი კაცის დოზა ერთ ვაქცინას მიუმატოთ 1 ვაქცინა. გამოდის 2 ვაქცინა კაცზე. აჰა, ეხლა გაიგეთ. კიდევ კარგი, რომ 3 დოზა არ გჭირდება ძვირფასო მეგობრებო. ერთ ადამიანზე, თორე ამათი მათემატიკით დიდ ცოდვაწვალებაში ჩადგავდა ფეხს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ამიტომ კარგად უნდა გაერკვეთ ყველაფერში, გამრავლება და გაყოფაში უნდა გაერკვეთ, თოფურიას წინგი უნდა წაიკითხო. თოფურიას წინგი, ეგრეა საქმე. ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება. გადავავლოთ თვალი ევროპის ქვეყნების მონაცემებს. საფრანგეთი სოციალურად დაუცველ ოჯახებს უხდის 1000 ევროს თვეში. კანადა დახმარების სახით სოციალურად დაუცველებს უხდის $750. დიდი ბრიტანეთი 300 ფუნტს თვეში. ახლა ვნახოთ როგორ დახმარებას უწევს საქართველო თავის მოქალაქეებს, სოციალურ დაუცველებს. ნახოთ ვიდეო. ამ მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ახლა სოციალურად დაუცველიან მრავალშვილიანი 10 მოსახლე უნდა ცხოვრობდეს. თუმცა რუსთავის მერიამ საცხოვრებელი ფართები აუქციონზე გაყიდა. სოციალურად დაუცველების აშენებული ბინები რუსთავის მერიამ აუქციონზე გაყიდა. ხვდებით ძვირფასო მეგობრებო, ეს დაახლოებით როგორი რაღაცაა, იცით? აი ახალი წლის ღამეს სანტა-კლაუსმა რომ ბავშვებისთვის დასარიგებელი საჩუქრები დაალომბარდოს და აღებული ფულით სლოტები ითამაშოს. აი ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე. გასაგებია ძალიან ძიმე სიტუაცია, მაგრამ თქვენ არ ინერვიულოთ. რომ მთავრობა ხალხზე არ ფიქრობს, რამდენიმე დღის წინ ბორჯომში, კერძოდ კი ლიკაში მთავრობის წევრების გასვლითი სხდომა ჩატარდა, სადაც ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური აღმავლობის 10 წლიან გეგმაზე იმსჯელეს. ეს ოფიციალურად ჟღერს ასე, ხოლო არაოფიციალურად შაბათ-კვირას ბიჭები გავიდნენ ქალაქგარეთ სასასვენებლად, სიმართლე გითხრათ, არაოფიციალურად ეს ჟღერს. ქვეყნის 10 წლიანი განვითარების გეგმა, ეს რომელი გეგმა იცით? აი არჩევნების წინ რომ მუშავდება ძირითადად და არჩევნები რო ჩაივლის, მე ეს 10 წლიანი განვითარების გეგმა უბრალოდ კბილ მოგონებათ რომ იქცევა ხოლმე, აი ეს 10 წლიანი გეგმაა. ისე რომ აკვირდებით ძვირფასო მეგობრებო, მართლა რა თავდაუზოგავად შრომობენ. რა თავდაუზოგავად მუშაობენ. ბორჯომში ჩავიდნენ. აი ამის გამო. ეხლა განვითარების 1 წლიან გეგმაზე რო ემსჯელა, თბილისშიც კი ჩაატარებდნენ ამ სხდომას, მაგრამ 10 წლის განხილვას ეხუმრებით თქვენ
რა შრომატევადი პროცესია? მე თუ არ დაისვენე მაღალი კლასის სასტუმროში, შეიძლება გადაიწვას კაცი. ჯერ მარტო 1 წლის განვითარების გეგმაზე, 1-10 წუთი ხო უნდა ილაპარაკო. ხო და წარმოიდგინე 10 წლიანი გეგმა რამდენი გამოდის 100 წუთი უნდა ილაპარაკო. ფაქტიურად შრომისგან ოფში იღრებიან ეს ხალხი. რა გინდათ რომ შრომაში ამოხო ცოტა ეს ჩვენი ხელისუფლება? რეებს უჩრებით. ცოდოები არიან მართლა კაცო გული მეწובה რამდენი შრომობენ მართლა ისეთი სიტუაცია. შემდეგი ინფორმაცია მათ გასაგონად ვინც ამბობს რომ ქვეყანაში არაფერი კეთდება. ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყოფა. ახლა დაიწყებთ ლაპარაკს რომ ამდენი გაჭირვებულია და 11 მილიონი შადრევანში ხარჯავენო და იცი რა არის ხალხო ნუ წაიღეთ ტვინი მართლა რა. ამ ქალაქში მარტო გაჭირვებულები ხო არ ცხოვრობთ არა? რაღაცა მდიდრებისთვისაც ხო უნდა გააკეთდეს ხო? ან თუ ღარიბი ხარ ვაკის პარკში რა გესეირნება? წადი რა გაყიდე ბაზარში რაღაცა და საღამოს დაღლილი მოდი დაეგდე და დაიძინე რა. მოგვეცით რა მდიდრებს ამ ქალაქის ტკბობით საშუალება ბოლო-ბოლო. ამოვიდა ყელში მართლა ესე წარამა რა ღარიბებს დაეხმარეთ ღარიბები ის იმათ რა ქნან მე რაც უნდა ისაკნან. გავაგზავნოთ ცოტა ავღელდით მაპატიეთ. მოკლედ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა რომ ალბათ მთავრობა მიფიქრა ახლა მხოლოდ ღმერთი თუ გიშველისო და პრეზიდენტი გაამგზავრეს რომის პაპთან. მოდით ახალცალობის ზურაბში რომის პაპის შეხვედრის ამსახველი ვიდეო. Pope Francis has met with the President of Georgia, Salom Zurabishvili, at the Vatican. ალბათ თქვენი ყურადღებაც პრეზიდენტის ჩაცმულობა მიიქცია. ახლა იტყვითო პროტოკოლი მოითხოვდაო და რა ეკნაო და ხალხო შავი კაბასაც ხო გააჩნია. ჩვენს პრეზიდენტს ისეთი შავი ეცვა, გეგონებოდა რომის პაპს მამა გარდაეცვალა და სამძიმარზე იყო ვატიკანში ჩასული. გალბატონმა სალომემ რომის პაპს საჩუქრად შეხარვენახის ნოტების ასლი და ღვინოების ნაკრები გადასცა და ბოლოს ქართული კინოს პოპულარიზაციის მიზნით ამ ჩაცმულობით სესილია თაყაიშვილის პაროდია გაუკეთა ნატურის ხიდან ეს. მუხლებზე დაეცა და ესე. მონოლოგის ბოლოს მინდა შევეხო რუსთაველის თეატრის გამგზავრებას მოსკოვში თეატრალურ ფესტივალზე მერერა აი სიმართლე ვთქვა მერერა რუსეთი ტანკებით გვებრძვის თვითფასო მეგობრებო ჩვენ ხელოვნებით უნდა ვებრძოლოთ ხდებით რა შეასაქმე შეიძლება რუსეთმა მიწაც აგვართვას მავთუხლართები გაგვივას მაგრამ ჩვენი რუსთაველის თეატრი ჩავა და ისეთ სპექტაკლს ითამაშებს რუსი მაყურებლის წინაშე ისე ითამაშებს რომ სულ ტაშის დაკვით დაუხრიტავს ამ მავთუხლართებისგან დაკოჭრილ ხელებს რუს მაყურებელს სინდისის ქენჯნით გაუნტანჯავს ძერჟავულ სულს ბისის სახით ჩაუხლიჩავს ხმას მე ხო ვიცია რა რობიკოს შესაძლებლობები ნუ მე ერთად დასხდებიან და იქ სუფრა გაიშლება და ოკუპაციას და ჩაულებრად გაგრძელდება ყველაფერი მაგრამ ტაშს ხო მაინც დავაკვრევინებ ამ ნაძირალა ოკუპანტებს ეგრე მოუხდებათ მაგათ აბა რა ტაშს ხო მაინც დაგვიკრავენ აი ესე დიახ კი ბატონო ჩვენ შეუსრულებთ აფორეს ბენდი დამონალება ისუს გადვალობთ Thank you.